სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს მოვისმინეთ სახარება ლუკა მახარებლის, რომელშიც იყო მოთხრობილი იგავი. ძალიან მარტივი შინაარსის და გასაგებად ძალიან ადვილი. რაც იმის საფუძველია, რომ გარკვევა მასში და ცხოვრებაში გატარება არის აუცილებელი. იგავი იყო ტალანტებზე. ანუ ხელმწიფემ მოიწვია სამი პიროვნება და მისცა სხვადასხვა ოდენობის ტალანტი. ტალანტი ეს ძველ ეპოქაში წონის ერთეული იყო, რომელიც განსაზღვრავდა წონის სათვალავ ერთეულს და ამავე დროს ფულის ერთეულიც იყო, ვინაიდან ფული მონეტა როგორც წონით ისე იყო მისი ფასი. ანუ ოქრო რასაც იწონიდა ერთი მონეტა, იმხელავე მისი ფასი იყო. და ასევე ვერცხლი და ასევე ბრინჯაო. და შემდეგ უკვე ეს ნაცვალსახელი გახდა და დაერქვა იმ ნიჭებს, რომელიც ადამიანს გააჩნია დაბადებიდან. და ეს სამივე პიროვნებას მისცა სხვადასხვა რაოდენობის ეს ტალანტი. ერთს 5, მეორეს 3, მესამეს 1. და უთხრა, რომ წადით სავაჭროზე და როცა დაუბრუნდები, დამიბრუნეთ მე მონაგები თურთ. აი ესე რამოდენიმე ხნის შემდეგ ბრუნდება და ითხოვს გაცემულსაც და მონაგებსაც და პირველთან მივა ეტყვის მონა, რომ შენ მომეცი 5 ტალანტი, მე შევძინე ამას კიდევ ერთი 5 და აჰა შენ დაგიბრუნე 10 ტალანტი. მეორეც ასევე 3 მომეცი, დაგიბრუნე შენ 6. და აი მესამე ეუბნება, რომ მე შენი ტალანტი 1, რომელიც შენ მომეცი, გიბრუნოთ უკან. იმიტომ რომ ვიცი კაცი ფიცხი ხარ და იკრებ იქ, სადაც არ დაგითესავს და იღებ იქ, სადაც არ გაგიბნევია. ამიტომ შემეშინდა შენი და რაც მომეცი, იმას გიბრუნე. პირველ ორ შემთხვევაში მაცხოვარი აქებს მონებს და ეუბნება, შემოდით ჩემ სიხარულში, იმიტომ რომ აღასრულეთ თქვენ ჩემი სიტყვა, ხოლო ბოლო შემთხვევაში ეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ შენი სიტყვებითვე განგჟი. იცოდი რომ მე კაცი ფიცხი ვიყავი და გაუმეორებს იმას, რასაც ეუბნება. რომ იქ სადაც არ დამითესავს ვიმკი, სადაც არ გამიბნევია, იქ შევკრებ, კაცი ვარ, აი ესეთი მკაცრი და სასტიკი და შენ მაინც არ მოუტანე სარგებელი. ამიტომაც წაგერთმევა ეს, რაც შენ გაქვს, მიეცემა იმას, ვისაც აქვს ბევრი და შენ წახვალ იქ, სადაც უკუნეთია, ბნელია და კბილთა ხრჭენაი და ტკივილი მარადიული. და ესე ამბობს ამთავრებს მაცხოვარი, რომ ვისაც აქვს იმას კიდევ დაემატება, ხოლო ვისაც არ აქვს იმას, ისიც რაც აქვს, ისიც წაერთმევა. და ძალიან მარტივია, ყველა ხვდებით, რომ ეს ტალანტები არის ნიჭი, მოგცა მაცხოვარმა ნიჭი და ეს ნიჭი უნდა შენ გამოიყენო და განავრცო. თავისთავად ეს ნიჭი როგორც შეიძლება გავიგოთ, ეს ნიჭია, თქვათ, ყველა ადამიანს გარკვეულ ნიჭი აქვს, ზოგი შემოქმედია, ზოგი მეცნიერია, ზოგი სპორტსმენია, ზოგი უბრალო ადამიანია, თავის რაღაც პატარა საქმეში თავის ნიჭი გააჩნია და ეს უნდა ჩაითვალოს ის, რაც ნიჭები, როგორც ესე გამაღვივებელი აი ამ შემოქმედების ნაწილისა, თუ ეს რაღაც სხვა ნიჭზეა ლაპარაკი.
და ამაზე კომენტატორები სხვადასხვანაირ პასუხს სცემენ, მაგრამ დედა აზრი მაინც ერთია, იმიტომ რომ ნიჭი რასაკვირველია, ძალიან კარგია და ადამიანს თუ თქვათ ხატის ნიჭი აქვს, მუსიკის ნიჭი აქვს, უნდა გააღვივოს ის აუცილებლად. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ნიჭიერებიც, გენიოსებიც კი პიროვნულად ყოფილან საშინელი ადამიანები, გარყვნილები, სასტიკები, შეუწყალებლები, გაბოროტებულები. გადავხედოთ თქვათ ხელოვანების ცხოვრებას და ვნახავთ, რომ ეს ხალხი თავის ცხოვრების წესით სრულად არ გამოირჩეოდნენ თქვათ სათნოებით და კეთილი ზნეობრივი ნორმების მიმდევრობით. არამედ გამოირჩეოდნენ ზოგი მათგანი ძალიან მკრეხელობითაც კი, ღვთისგმობითაც კი და ასე შემდეგ. ანუ აქ ეთყობა ამ ნიჭზე არ არის საუბარი. არამედ რაღაც ის სხვა ნიჭია, რომლითაც შენ ჭეშმარიტება შეიცნობ. რაღაცა გზა არის, რომლითაც შენ ამ სათნოებების კიბეზე ადიხარ. ანუ ყველა ადამიანს ეს სათნოებების კიბის ნიჭი მისცა, ანუ ჭეშმარიტების შეცნობის ნიჭი ყველა ადამიანს მისცა. და ამიტომაც ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რაოდენობის მიუხედავად, რომ თითქოს ეს უსამართლობა ერთს მეტი მისცა, მეორეს ნაკლები მისცა, მაგრამ რაოდენობის და გაცემის მიუხედავად ყველა ერთ საზღაურს იღებს. ანუ თანასწორობა იქ საღმრთო წიაღში, ესე იგი აღესრულება. აქ იერარქიულია ყველაფერი, მაგრამ იქ არის გასწორებული. და ეს ნიჭები სწორედ გვაუწყებს იმაზე, რომ ადამიანი სულიერად უნდა გაიზარდოს. მე მაგალითად ვიცი, ჩვენ ალბათ თქვენც დაკვირვებული ხართ, რომ ყველა გვერდში მდგომ ადამიანებს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება. ზოგი მშვიდია ძალიან, ზოგს არ უყვარს ჭორაობა, ზოგი არაფრით არ დასწამებს ადამიანს სილს. რაღაცა ერთგულება აქვს, რაღაცა ფასეულობის მიმართ. და ჩვენ ვიძახით, ნახე ეს რა კეთილი ადამიანია, აი ეს რა მშვიდია, აი ეს როგორი არაგანკითხველია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორეს ვხედავთ, რომელიც ამ ყველაფერს არ აკეთებს, არამედ საწინააღმდეგოს აკეთებს. და ჩვენ გონია, რომ ერთი არის კარგი, მეორე არის ცუდი. და ეს ტალანტების იგავი აი ამ ჩვენ შეხედულებას ანგრევს. იმიტომ რომ ის ერთი ტალანტი შეიძლება იყოს ის სიმშვიდე იმ ადამიანს რო გააჩნია, სრულად შეიძლება იყოს ის ერთი ტალანტი, რომელიც მას მისცეს ბუნებითად. ბუნებითად მიეცა მას, რომ არის ძალიან მშვიდი. მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი ღვთისთვის სათნო არის. ანუ სათმოს საქმეს აკეთებს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს სწორედ რომ ადამიანი, რომელიც ესე იგი არ განავრცობს თავის ტალანტს. არამედ რჩება თავის ადგილზე. ვარ მშვიდი და ვარ მშვიდი. მორჩა, აღარ მინდა სხვანაირად ყოფილი. მეორე არის კეთილი რაღაცა, მისი ფარგლებში და აი არის კეთილი, აღარ უნდა მას გავრცობა თავისი ამ ნიჭის. და აი სხვა ადამიანები, რომელსაც შეიძლება ეს ნიჭები საერთოდ არ კონდეს და არ ემჩნეოდეს, მაგრამ შინაგანად ისეთი ბრძოლები კონდეს ამხორცობის, ცოდვის ჩადენის ხრივ, რაღაცა თავისი დაზიანებულებული ბუნების ხრივ. ანუ ისე ეწინააღმდეგებოდეს თავის თავს, რომ ის ბევრად უფრო სათნო იყოს ღვთის წინაშე. იმიტომ რომ სასტარტო პირობები სხვადასხვანაირი მიეცა ყველას. ამიტომაც როცა მაცხოვარი ამბობს არ განიკითხოთ, სწორედ იმას გულისხმობს, თქვენ არ იცით მე როგორ დავარიგე ეს ტალანტები. თქვენ შეიძლება ხედავთ, რომ აი ამ კაცს რა 5 ტალანტი აქვს და ამ დროს 10 უნდა კონდეს. და 5-ზე იძახით, რომ ნახე რამდენი აქვს როგორი ნიჭიერი ადამიანი. და ამ დროს არაფერს არ აკეთებს ის ღვთისთვის სათნოს. არამედ უბრალოდ არის იმაში, რომელშიც ღმერთმა მისცა მას. და აი მაცხოვარი ამბობს, რომ
ასეთ შემთხვევაში არ არსებობს ადგილზე მყოფობა. ახეთ რაც ამბობს წაერთმევა მას ის რაც აქვს და მიეცემა იმას ვისაც მეტი აქვს. ანუ არ არსებობს ადგილზე მყოფობა სულიერ ცხოვრებაში ან მიდიხარ წინ ან მიდიხარ უკან. რაღაც ერთგვარი ექსკალატორის მდგომარეობაა. თუ არ წახვედი წინ, ექსკალატორი აუცილებლად უკან წამოგიღებს. ანუ სწრაფად უნდა იარო, რომ აჯობო დინებას და წახვიდე ზევით. და ჩვენ ხშირად რომ ვისმენთ ხოლმე მაცხოვრის სიტყვებს, აი ღმერთში გამდიდრდი, ღმერთში აკეთე, სიკეთე ღმერთში უნდა გააკეთო, ქრისტე უნდა იყოს ყველაფერში იმ სათნოებაში, რომ ესაც ეგ. სწორედ ამას გულისხმობს, რომ უნდა ეს ნაბიჯები ქრისტეს მიერ უნდა განხორციელდეს, რომ შენ შეძლო დანახვა შენი თავისა, რომ ესე იგი ის ტალანტი, რომელიც შენ გაგაჩნია, რომ გაამდიდრო და არ დაკმაყოფილდე იმით, რაც შენ გაქვს. იმიტომ რომ თუ შენ არ უყურებ მაცხოვარს, მაშინ შენ ვერ დაინახავ. ყოველთვის შენ თავს დაინახავ და იტყვი, რომ აი მე კარგი ვარ, იმას ჯობი ვარ, ამასაც ჯობი ვარ. 1000 ადამიანს ჯობი ვარ, გაზეთებს ვკითხულობ, ინტერნეტს უყურებ, ტელევიზორს უყურებ, საზიზღრობით ასავსე და მე ხო კარგი ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობარი, მშობლები და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ესე არ იქნება. დაგმოვჩნდებით, აი ძალიან ცუდი რეალობის წინაშე. მეორე ნაწილი, რომელიც ამ იგავს თან ახლავს, ეს არის ბოლო კაცის აი ბრალდებები, ხო, შენ ხარ სასტიკი, საზიზღარი, ანუ ლანძღავს. და მაცხოვარი, ნახეთ როგორ ეუბნება, რომ არ ეუბნება, რომ არც სასტიკია, არც მოძულია, კაცთ მოძულე, არ ეუბნება, არ უარყოფს ამას ყველაფერს. არამედ ეუბნება პირიქით, რომ იცოდი რომ ესეთი ვარ და მაინც არ გააკეთე. ანუ ამით მაცხოვარი გვაჩვენებს, რომ შენ როგორც ხედავ ღმერთს, ისე დაგელაპარაკება შენ. შენ თუ ხედავ რომ ის სასტიკია და საშინელია, და მაშინ ესეთი იქნება შენს მიმართ. იმიტომ რომ შენ დაინახე ესე. და თუ დაინახე წყალობა, მოწყალება და შენ სამ წყალობაზე და მოწყალებას მიყვები, მაშინ შენს მიმართაც ესეთი მოწყალე იქნება. იმის მაგერად ამ კაცს ეთქვა, რომ მოწყალე და კაცს მოყარე ღმერთი ხარ, მაგრამ მე მაინც ვერ გავაკეთე ვერაფერი. შენდობეთ ხო? არა, პირიქით ამბობს. ბრალდება იყო, რომ შენ ახარ საზიზღარი, შემეშინდა დაკარგვის. და ამიტომაც მოვიქეციეს. რის გამოც მაცხოვრის საყვედური დაიმსახურა ბატონის. კიდევ ერთი, ნახეთ, რაც ეუბნება, შემეშინდა შენი. ჩვენ სახარებაში წინადადში ხშირად შევხვედრი ვარ წმინდა მამათა გამონათქვამებში. ღვთის შიში, ეს არის კარგი. მეფსალმუნე დავითი ამბობს, დასაწყისის სიბრძნისა, შიში უფლისა. ხომ? და ვიცით რომ ეს შიში არის ვეხვისწყალოსანი მთლად შიში სიყვარულსა, ხო? აი შიში ეს რაღაცა კაი მოვლენაა, მაგრამ ნახეთ, აქაც შიშია, მაგრამ სხვა შიშია. აი წმინდა წერილი იმ შიშზე არ ლაპარაკობს, რომ შემეშინდა მე როგორც დესპოტის, როგორც მტარვალის და მტაცებელი არსების, რომელიც სისხლს ითხოვს. არამედ მე მეშინია მასთან კავშირის დაკარგვა. მე მეშინია რომ ჩვენი სიყვარული არ გაფუჭდეს, ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭდეს. ჩვენ გვაქვს მეგობრის შიშიც, მეუღლის შიშიც, მშობლების შიშიც, არა ის რომ მოვა და თავს მომაჭრეს. არა, დაკარგვის შიში გაქვს, რომ მასთან კონტაქტი დაკარგო. და ამიტომ უფრთხილდები ამ ურთიერთობას. აი ეს არის ჯანმრთელი შიში. და როგორც კი აი დღევანდელი ტიპის შიშზე გელაპარაკებია, რატო არ გეშინია უფლისა, მოვა დაგჟის შოუში, რატო არ შეეშინდათ იმე, როცა ცეკვავდნენ იქ, ხო მოვიდა მეორე წელს და ხო დასაჯა ყველა. ანუ თუ ესეთი შიში გაქვს, რომ აი მოგივლენს ღმერთის სტიქიას და შენ წაგლეკავს, მაშინ შენი მოქმედებაც სწორი იქნება. ნახე? რა გააკეთა იმან? დაფლა, შემეშინდა შენი და არ მინდა შენი არაფერი. რაც მომეცი, მას გაძლევ გიბრუნებ. ნახეთ? და მაცხოვარი ეუბნება რომ რატო შეგეშინდა?
შეცდომის რატო შეგეშინდა რო დაგეკარგა მერე რა რო შეგესალა მერე რა მოხდა განაჩასაფრებულია ჩვენი უფალი და გველოდება ეხლა როდის შეგეშლება არ ეშლება იმას ვინც არ მოქმედებს ვინც არ აკეთებს არაფერს და ჩვენ ვხედავთ მართლმადიდებლების დიდ ნაწილს რომლებიც არაფერს არ აკეთებენ მხოლოდ იმიტომ რომ ვითომ შიში უფლისა აქვთ და ამ დროს რეალურად უმოქმედობაა ესე იგი ყველაზე კარგი იქნებოდა ასეთი ტიპის ღვთისმეტყველება რო კონდეს ადამიანს რომ მთელი დღე ეძინოს საერთოდ არ შესწოდოს ნახეთ წავიდეს და ისე მოიწყოს ეს თავისი თავი რომ დაიწყოს ძილი და აღარ გამოვიდეს იმ ძილიდან აი ბუდიზმში ხო ნირვანას მდგომარეობა რა არის მიდის რაღაცა გათიშულ მდგომარეობაში სადაც ადამიანი პიროვნებას კარგავს და განალღვება სამყაროში ის თავის თავს ვეღარ აღიქვავს თუ ეს არის ესეთია ქრისტიანობა მაშინ სწორი ყოფილა ეს ტალანტის ერთი ტალანტის მქონე იმიტომ რომ შემეშინდა კაცი ესეთი საზღარი ხარ და ეხლა კიდევ შენთან ვასწორო ანგარიში მაგრამ არ არის იმიტომ რომ მაცხოვარი ყოველთვის თუ ძველი აღთქმა იყო აგრძალვების არ გააკეთო ხო არა კაცკლა არ იპარო არ იმრუშო არაცილის წამო არ გინდოდეს სხვისი არაფერი ახალი აღთქმა პოზიტივში არის გააკეთე გიყვარდეს ღმერთი შენი გიყვარდეს მოყვასი შენი ხო ადექ კეთილი უყავ მოყვასა შედეგ ადექი და გააკეთე ხო ის ძველი აღთქმის ფორმულა რომ როგორც შენ თავს გაუკეთებ ისე გაუკეთებ არ გაუკეთო სხვას ცუდი ისე როგორც არ გაუკეთებ შენ თავს კი არა ეს არის ძველი აღთქმისეული ფორმულა არამედ გაუკეთე სხვას ისე როგორც გაუკეთებდი შენ თავს ანუ ორი სხვადასხვანაირი მიდგომა არ გაუკეთო და გაუკეთე არ გაუკეთო პასიური მდგომარეობა არ გიკეთებ მე იმიტომ რომ არ ჩემ თავს არ გაუკეთებ ამიტომ შენ შურს არ ვიძიებ შენს არა პირიქით გეოვნება შური კი არ უნდა იუძეს სიკეთე უნდა გააკეთო ამიტომაც აი დამოკიდებულება შეცდომის შიშის ღმერთის ესეთი დესპოტური შიში ეს არის წარმართული გამოვლინება ჩვენი ადამიანური ბუნებისა ქრისტიანობაში არ გეგონოთ რომ რახან ქრისტიანები ვართ წარმართული ჩვევები არ აქვს გაჟღენთილია მთელი ქრისტიანობა წარმართობით რა არის წარმართი ჩვეულებრივი ადამიანური მიდრეკილებები ადამიანური რელიგიური შეხედულებები როგორიც აქვს ყველა რელიგიას ღმერთზე ყველა რელიგიას ღმერთზე აქვს ერთნაირი შეხედულება გააკეთებ დაჯილდოვდები არ გააკეთებ დაისჯები და აი ქრისტიანობაში სხვანაირადაა ხო ქრისტე ჩამოდის და ყველაზე ცოდვილებთან ამყარებს კონტაქტს სულ ყველაზე ცოდვილებთან გადაყრილ ხალხზე არა მარტო გადაყრილზე კეთროვანთან და უბედურთან და რაღაცა არამედ აქტიურ ცოდვილებთან იჭერს საქმეს ესენი არიან ავაზაკები აქტიურები ესენი არიან მეძავები ესენი არიან მეზვერეები მებაჟეები და კაცისკვლელები ამათან არის და ამაზე მთელი სახარება სავსეა ხო სადაც ფარისევლები სულ ამას ეუნებიან კარგია ეს თქვენი მოძღვარი და მაგრამ გარემო არ მომწონს არ მოგწონს არ შეიძლება წმინდანი წინასწარმეტყველი თუნდაც მესიას ქონდეს ამ ხალხთან საქმე ესე იგი ეს მესია არ არის მართალია ეს იმ გაგებით მესია არ არის რა გაგებითაც ადამიანს წარმოუდგენია ხოლმე მესია რა გაგებითაც ადამიანს წარმოუდგენია ღმერთი იმიტომ რომ ესე წარმოედგინა ღმერთი გააკეთე აღარ მახსოვს რამდენი 627 წესი რომელიც ძველ აღთქმაში მიეცა იუდეველს და შენ აუცილებლად დაჯილდოვდება და არა ახალ აღთქმაში გეოვნება შენ რომ მიცემად სასუფეველი არა ჩემგან არის ამ წესების შესრულებით არაფერი არ მოვა თუ წესების შესრულებამ შენ არ მოგიტანა ღვთისა და ადამიანის სიყვარული შენ თუ ამ საქმემ არ მოაქვს შენში არ მრავლდება ეს სიყვარული ეს საქმე თავისთავად არაფერზე არ მეტყველებს იმაზე რომ გეშინია ტანჯვის და
გინდა თავი აარიდო, ამისათვის ყველაფერს აკეთებ. მაგრამ ვერ ცნობ ჭეშმარიტ ღმერთს და ვერ ცნობ იმას, რომ თავარი არის მისი სიყვარული და მასთან ყოფნა, მასთან ყოფნის სიხარული. და მასთან ყოფნა არის სუნთქვის მსგავსად. ესე არ მოდის ღმერთი და უცებ მასთან ვარ, მე აღარა ვარ. არამედ როგორც სუნთქავ, ამ სუნთქვაში უნდა ისუნთქებოდეს სამღვთო სუნთქვაც. და ისევე ვერ უნდა გრძნობდე ღმერთს, როგორც ამ ხრივ ღმერთს, როგორც სხვა იგავში მაცხვარი ამბობს, რომ აჰა თქვენ გააკეთეთ ეს სიკეთეები, ხო მეორედ მოსვლის დროს ესე განვიკითხავო, რომ მშიერი ვიყავი მაჭამეთ, ყურვალე ვიყავით მასვით, რაღაც შიშველი ვიყავით შემოსეთ. და ის ხალხი, რომელსაც ეუბნება, რომ ეს გააკეთეთ, ისინი ეუბნება, როდის გიხილეთ და როდის გავაკეთეს ესე, ვერ ხედავდით ჩვენ ამას. ვერ ხედავდით ამას. იმდენად ბუნებრივი იყო მათთვის ამის კეთება. და მეორეებიც ეუბნებიან, აი ესენი ყველაფერი არ მასვით, არ მაჭამეთ, კი მაგრამ როდის გნახეთ და არ გაჭამეთ და არ გასვით. იმათთვისაც ვეღარ ხედავდნენ. როგორც ლაზარეს ვერ ხედავდა მდიდარი, ხო, სახლის წინ ეგდო, ვერ ხედავს. როგორც ჩვენ რამდენჯერ ყოფილა, როცა რაღაც მივდივართ და გზაში შეგვხვდება გაჭირვებული. ხო ვერ ვამჩნევთ იმას, როცა შეხვდება შენი მეგობარი, ახლობელი, როცა კაი კონცერტზე მიდიხარ, სპექტაკლზე მიდიხარ, რაღაცა სიხარულში გადიხარ, ამებს ხო ვერ ამჩნევ. როგორც ქალს შეუშვებ უნივერმაგში და ნახავს რაღაცებს, ვერავის ვერ შეამჩნევს ის. ვერავის ვერ დაინახავს გარდა იმისა, რაც თვითონ უნდა რომ იყიდოს. მოკლედ დღევანდელმა სახარებამ გვიჩვენა, რომ ცრუ შიში არის ცუდი, რომ ღმერთზე წარმოდგენა უნდა გქონდეს სწორი, რომ ამ სწორმა წარმოდგენებმა სწორი ცხოვრების წესი დაგვინერგოს. თუ არა და დამახინჯებული ცხოვრების წესი დამახინჯებული ღვთისმეტყველებიდან მოდის. ჩვენ რო გონია რა მოხდა, იფიქროს ესე კაცო. მაინც ისეთი ადამიანია, კეთილი, კარგი ადამიანი, ქრისტიანია, დადის ეკლესიაში. არ არის ესე. იმიტომ რომ სწორი ღვთისმეტყველება, სწორი ცხოვრება უნდა გასწავლოს. თუ არ გასწავლის ცხოვრებას და თუ შენ მარტო ტანჯვას და წამებას ითხოვ ღვთისაგან და დასჯად სოდვილებისას და სონდოდ და გომორს ხედავ ყველაფერში, მაშინ რა საკვირველია შენი ცხოვრებაც ასეთი იქნება დამსჯელი, გაბოროტებული, არაადამიანური და მით უმეტეს არაღვთაებრივი. ასე რომ სწორმა დაყენებამ საქმისა სწორი გზა უნდა გვაჩვენოს და ამ სწორ გზაზე კიდევ სწორად უნდა ვიაროთ. მერტმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი იყავით.